ანა ჯიქია, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორი. უკვე მე-10 წელია ჩვენ ამ პროექტის მხარდაჭერები ვართ. საოცარი პროექტია, იმიტომ რომ ეხება ძალიან მტკივნეულ და სათულ თემას, რასაც ქვია ჩვენი ქართველი ემიგრანტები. ქალბატონი ინა ასე წარმატებით ახორციელებს ამდენი წლის განმავლობაში ამ პროექტს და შეძლებს დაგვარაც უგვერდით უდგავართ. შესაბამისად, ისინი ჩვენ ხშირად გსტუმრობენ. ბევრი წარმატებული ემიგრანტი, რომელიც დაჯილდოებული იყო ამ პროექტზე, ჩვენი აკადემიის საპატიო პროფესორები გახლავან და ძალიან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს ერთმანეთთან. წარმატებები მინდა უსურვო ამ პროექტს, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოვხვდი მალტაში რიგით მე-10 საიუბილეო დაჯილდოებაზე. კიდევ ერთხელ წარმატებებს უსურვებ და მუდმივად ვირდებით, რომ ამ პროექტის მხარდაჭერები ვიქნებით ბოლომდე. ჩამოვფრინდი ნიუ-იორკიდან მალტაში, არაჩვეულებრივი ადგილია, ძალიან მომეწონა. ვარ ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. ასევე ერთი კვირის წინ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ამირჩიეს ბრუკლინს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარედ. ასევე ვარ ქართულ-ამერიკული პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრის JPEC-ის ბორდის თავმჯდომარე. ამერიკაში ვცხოვრობ 25 წელია. პატარა წავედი, თუმცა ჩოგბურთს თამაშობდი, ჩოგბურთელი ვარ ყოფილი და ხშირად მიწევდა მოგზაურობა. ამერიკაში ვარჯიშობდი, საქართველოში ვცხოვრობდი. საბოლოოდ 20 წელია, რაც დავრჩი და აღარ დაუბრუნებულ ვარ სამშობლოში. თუ არ ჩავთვლით, ბოლო 4 წელს, ბოლო 4 წლის უკან პირველად ჩავედი და ისევ მივხვდი, რომ ჩემი სახლია. საქართველო, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა. სამშობლოში ყველაზე მეტად მენატრება ჰაერი. სურნელი ქვეყნის, რომელსაც ყველა აეროპორტიდან გამოსვლის დროს გრძნობ. სახლის სურნელი, ქალაქის სურნელი. ანა ლობჟანიძე, მუშაობ JFK-ის აეროპორტში პირველ ტერმინალის დირექტორად. ამჯერად ვარ ერთადერთი ქართველი, ვინც მუშაობს JFK-ში და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მეტი ქართველი მუშაობდეს ჩემთან ერთად. 17 წელს ვიყავი, როცა წავედი ამერიკაში და პირველი 1 წელი ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ის პერიოდი იყო, როცა მეგობრებთან ერთად მინდოდა ყოფნა და უცბად აღმოჩნდი ახალ ქვეყანაში, სადაც არავის არ ვიცნობ და ძალიან რთული იყო. მაგრამ 1 წლის მერე ყველაფერი დაალაგდა ნელ-ნელა. საქართველოში მყავს კარგი მეგობრები. 10 წლის მერე გეტყვი, რომ უკვე ყველაფერი გავაკეთე, რაც მინდოდა და მინდა წავიდე სამშობლოში და იქ დავასრულო ჩემი ცხოვრება. მონიკა კერესელიძე, პროფესიით მე ვიოლინე. ამჟამად ცხოვრობ ამერიკაში და ვარ ფარმაცევტიკულ ბიზნესში. ცოტა რთული საკითხია, ამჟამად ამერიკა, იმიტომ რომ მთელი ჩემი ოჯახი ცხოვრობს ამერიკაში, ბიზნესი მაქვს ამერიკაში, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, საქართველო იყო, არის და იქნება მუდამ ჩემ გულში. და იმედია, რომ მალე დაბრუნდებით საქართველოში. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა და წელიწადში 2 ჯერ ჩავდივარ. დღემდე აი აქაც ახლა ჩამოსულები არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები და საქართველო არის გულში და მუდამ იქნება ჩემ გულში. მე ვარ ალექსანდრე ზაზარაშვილი, ახლა მოვდივარ ამერიკიდან, მაგრამ დაბადებული ვარ და გაზრდილი საქართველოში. ბოლო 7 წელია უკვე ამერიკაში ვცხოვრობ. ვიტყოდი, რომ თავიდან ბოლომდე შემქმნა როგორც არტისტი, იმიტომ რომ მიფიქრია ხშირად ამაზე, რომ ამერიკაში რომ არ ყოფილიყავი და ეს გააზრებული ცხოვრება იქ არ გამელო, ალბათ სრულიად სხვა ადამიანი და არტისტი ვიქნებოდი და ვფიქრობ, რომ ამერიკამ ჩამომაყალიბა. იმის გარდა, რომ ძალიან დიდი პატივი არის ასეთი ნომინაციის მიღება, რაღაც პერსონალური კავშირი მაქვს ასევე მალტასთან, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი კონკურსი, სადაც გავიმარჯვე, იყო ოქროს მუზა და ამ კონკურსის როგორც ამ კონკურსის გამარჯვებული უნდა წამოსულიყავი მალტაში, მე მალტაში გავიმარჯვე და მე ესპანეთში და ასე რომ ვთქვათ, ამდენი წლის მერე, ალბათ 8-9 წლის შემდეგ დავბრუნდი ამ ქვეყანაში ასეთ ამბავზე და ვიღებ ნომინაციას და ამხელა დაფასებას დიასპორისგან. ვეტყოდი ყველას უდიდეს მადლობას, ვინც კი ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, იმიტომ რომ კარგი გამიგეთეს თუ ცუდი, ვიცი რომ ყველა ღმერთის გამოგზავნილია და ყველამ კარგი გამიგეთა საბოლოო ჯამში. მე ვარ არქილ ჯავახაძე. ამჟამად ვცხოვრობ ნიდერლანდებში 32 წელია თითქმის. ვარ ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი, მწერალი. დაფუძნებული გვაქვს ქართული სახლი. დაჭირების და პრობლემის დროს ვცდილობ საქართველოს დავეხმაროთ. საქართველო ყოველთვის
გულით დამაქვს თან და ეს არის ჩემი ცხოვრების სრული მიზანი, რომ როგორმე გავაცნო საქართველოს ქართული ენა, საქართველოს ისტორია და ლიტერატურა ნიდერლანდებს და ბელგიას. პირველ დღიდანვე დავიწყე მუშაობა ლექსიკონზე, თითქმის 17 წელი მომიწია. შემდეგ დავიწყე არქივებში მასალების მოძიება, შემდეგ დავიწყე ქართული ლიტერატურის თარგმნა და რამდენიმე წიგნი მე თავადაც მაქვს დაწერილი. საერთოდ უკვე 23 წიგნი არის გამოცემული. პირველად 11 წელი არ ჩამოსულა საქართველოში. ჩამოსulis წინა საღამოს ვნახეთ ეს ფილმი ფესვები. შვილიშვილი რო ჩამოდის და ბაბუის რო ჩამოაქ ესე იგი ფერფლი, ვის ახსოვს ახლა ბაბუა ჩემიო და მატარებლიდან რო გადმოვიდა და მთელი სოფელი და ნახევარი საქართველოს დახვდა, აი რო არის ის ფეხისად გადააბიჯოს. ხო და აი ესეთ ჩამოვედი 11 წლის შემდეგ თან გავაფრთხილე ნათესავმა იცოდა ბიძაშვილმა გავაფრთხილე არავის არ უთხრა რომ ჩამოვდივარ იმიტომ რომ ცოტა ჩუმად მინდა ჩამოსვლა და რო გამოვედი აეროპორტიდან აი ესე სიტუაციაში მოვყევი გადმოვაბიჯე და ნათესავები კლასელები ჯგუფელები ჩემი ნათესავები ჩემი მეუღლის ნათესავები ახლობდნენ ნუ არ ვიცი ახლა მინიმუმ 50-60 კაცს და აი ვიღაცას ხომ და მიესალმო და აი ესე დავრჩი და ხო და სად მოდიხარ და სადაც წავიყოთ იქ მოდივარ მეთქი. აი ესეთ ზუსტად ეს სიტუაციაში მოვყევი. იმდენად ის იყო ჩემთვის ძნობიარე ეს მომენტი და რა თქმა უნდა მოვისიყვარულე რა ჩემეძლო და ჩემი გული მაინც სადაც არ უნდა წავიდე, რაც არ უნდა მოხდეს. თუ საქართველოს რამე დავეხმარები და თუ საქართველოს რამე უჭირს, ყოველთვის გვერდში მიგულეთ. მიხარია ქართველების ნახვა. ეს არის ჩვენი პროექტი. სოფლიოდან ჩამოსული ქართველები ერთმანეთს ხვდები და ვესიყვარულები და ისევ საქართველოს ვიხსენებთ და აი როდის ჩახვალ და როდის ჩავალთ და აი ეს არის და რამდენიმე საქართველოდანაც რო არის ჩამოსული აი დანახვა რა აი ქართველებო როგორ ახათ მიყვარხათ აი ეს ამის თქმა მინდოდა დღეს ხათუნა შარაძე სამხრეთ იტალიიდან გესტუმრეთ მე გახლავართ დიასპორული მედია აპრიორიტივის დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში პროფესიული გამოცდილება მე უკვე მქონდა როცა ემიგრანტი გავხდი შესაბამისად აღმოჩნდა რომ ინფორმაციის დეფიციტი არსებობდა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება დაუწყე ემიგრანტებს აღმოჩნდა რომ ეს ძალიან სასარგებლო ამბავი იყო და ნელ-ნელა ხუმრობ ხოლმე შემო მე ჟურნალისტ და ხელმეორედ მე მიგრანტების უმრავლესობა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ისეთ საქმიანობას ეწევიან რომ ინტეგრაცია ფაქტობრივად ძალიან ნელა მიმდინარეობს და მე წლების მანძილზე უკვე მე 5 წელია თანამოქალაქეებს იტალიაში მცხოვრებ ქართველ თანამოქალაქეებს მშობლიურ ენაზე ვაწვდი ყველა საჭირო ინფორმაციას ეს შრომის კოდექსიდან დაწყებული მიმდინარე მოვლენებით დამთავრებული ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით დამთავრებული და ამასთანავე ვცდილობ ვიპოვო წარმატებული უკვე ინტეგრირებული ემიგრანტები რომლებაც შეძლეს ემიგრაციის დამარცხება და ისინი ახერხებენ სხვაგვარ ცხოვრებას და სხვა მაგალითები არიან უკვე იმ ახალჩამოსული ადამიანებისა ესევე ძახით ხოლმე ერთმანეთს ვისაც სურს ემიგრაციის სირთულეები დაძლიოს. პირადად ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი ემოციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს საქმე რაღაცნაირად შეუმჩნეველი ამბავი შეიძლება დარჩენილი იყო და აღმოჩნდა რომ არ არის საქმეს რომელსაც გულწრფელად გულით და უანგაროდ აკეთებ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები ვინც ამას დაინახავენ და შეამჩნევენ და თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებენ ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ სხვა დანარჩენ მონაწილეებსაც ესე ძალიან უხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ადამიანები ვართ და შიგადაში ეგო რაღაცნაირად გვძლევს ხოლმე. ლალი ბუთბაია, ნიდერლანდების სამეფოში ვცხოვრობ, ყველაზე 6 წელიწადია. მუნიციპალიტეტში მუშაობ უკვე 12 წელიწადია, როტერდამის ერთ-ერთი უდიდესი მუნიციპალიტეტია და ვარ იურიდიული მრჩეველი. ემიგრაციაში 26 წელიწადია რაც ვცხოვრობ. მე ვარ დაბადებული და გაზრდილი აფხაზეთში და იქ რომ ომი არ ყოფილიყო, მე ემიგრაციაში არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ იქ ძალიან კარგად ვცხოვრობდით და საერთოდ არც გვიფიქრია, არც საზღვარგარეთ გასვლა, ცხოვრება და დარჩენაზე საერთოდ ფიქრი ზედმეტი იყო. მინდა რომ მამა ცოცხალი იყოს, იმიტომ რომ მამა გარდაიცვალა 2016 წელს და ძალიან მაკლია ცხოვრებაში. ოქტომბერში ვიყავი შარშან, ჩასული, ვიყავი გალში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, რიწაში, დაბადებული და გაზრდილი ვარ გალში. 93 წელს დავტოვე აფხაზეთის სოხუმიდან. და არ ვიცი,
ყველა ადგილი ჩემთვის ძვირფასია. რთული იყო. გეწვიეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მაგრამ საქართველოდან გეწვიეთ პირველ რიგში. ამერიკაში ვცხოვრობ უკვე 13 წელია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ემიგრანტისთვის, რომ ტარდებოდეს მსგავსი პროექტები და დაჯილდოებები, რადგან ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მის ფარგლებს გარეთ და როდესაც რაღაცას ვაღწევთ უცხო ქვეყანაში და ამას ხედავს ჩვენივე ემიგრაცია გვიფასებს და მე ჯილდოვდები ალბათ 10 ჯერ უფრო მეტად სტიმულის მომცემია რომ არ დანებდე გაჩერდე და უფრო მეტი აკეთო და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამისთვის გადავუხადო ქალბატონ ნინა ასანიძეს რომ ზრუნავს ჩვენზე გვაბედნიერებს გვახარებს სტიმულს გვაძლევს და ერთმანეთს გვახვედრებს ისევ და მინდა მივულოცო ყველა ნომინანტს ეს წარმატება. მე გახლავართ სანდრო გეგეჭკორი, პიანისტი. ჩემთვის და არა კლასიკური მუსიკის სახურისთვის ჯულიარდის სკოლა არის ალბათ რაღაც უმაღლესი წერტილი, სანამდეც უნდა მიხვიდე, არა მხოლოდ ესე უბრალოდ გამოცდების ჩაბარებით, არამედ უნდა დაიხვეწო რაღაც გაიზარდო ადამიანურად, ჩამოყალიბდე მუსიკოსად და შემდეგ უნდა გადალახო ალბათ ეს ეტაპი რო ჩააბარო ჯულიარდის სკოლაში და გაიგო რაღაც ის მართლა ძალიან დიდი წიაღი მუსიკალური იმ წიაღის საიდუმლოებები, რასაც ეს სკოლა ესე ისტორიულად ინახავს. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის რაღაც აუხსნელი გამოცდილება, სიამოვნება, განვითარება საკუთარი თავის, როგორც საკუთარი თავის, ისე მსმენელთან ურთიერთობის. მუსიკოსი უნდა იყოს დაფუძნებული ერთ ქვეყანაში და მოგზაურობდეს მთელი მსოფლიოს გარშემო, რომ გარდა თავისი შემოქმედებისა, თუნდაც თავისი ქვეყნის რაღაც კი არა ესეთი ძვირფასი და მდიდარი კულტურა, რომელიც არაკლია საქართველოს, გააცნოს ამ მსოფლიოს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ის ფოლკლორი, ის ქართული მუსიკა, რომელთაც ესე ვამაყობთ, უნდა ეს ყველას მისია უნდა იყოს ნებისმიერი მუსიკოსის, რომ სადაც ხელი მიუწვდებათ, გაიტანონ და აჩვენონ მსოფლიოს, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, სადაც არ შემისულებია თუნდაც აი ლაღიძის რონდო ტოკატა, არ მომხდარა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ აი დარბაზი მართლა არ დანგრეულიყო ემოციით და ოვაციით. ამიტომაც მუსიკოსი უნდა დაფუძნდეს სამშობლოში თუნდაც, ან უნდა იყოს დაკავშირებული თავის ფიქრებით სამშობლოსთან. ეს ეხმარება კარიერულად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ზოგადად არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ქართველების შემოქმედების წარმოჩენას, მათ წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ქართული შემოქმედება, ქართული კულტურა, ქართული რესურსი ძალიან მაქსიმალურად წარმოაჩინონ. მე მინდა მივულოცო წლევანდელ ნომინანტებს, დაჯილდოებულებს ჩვენ ძვირფას ადამიანებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მინდა მივულოცო აი ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს და უსურვო ყველას წარმატება. და უსურვო მათ, რომ ძალიან მალე ამ წარმატებით ყველანი გაერთიანებულ საქართველოში შევხვდეთ. მე ვარ სოფიო კუპატაძე, ქართველი და ვარ ექიმი, სტომატოლოგი. ჩამოვედი კანადიდან, ონტარიოდან. კანადაში ვცხოვრობ 2012 წლიდან. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან მალე წავიდოდი ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში. მაგრამ ესე არ მოხდა. ვარ ჩემი ქვეყნიდან შორს, ყოველთვის ძალიან მენატრება, გიждები ჩემ ქვეყანაზე. არასდროს არც ერთი ქვეყანა არ შეცვლის ჩემს ქვეყანას. საქართველო არის შეუცვლელი ჩემთვის. მიყვარს ყველა ქართველი, მიყვარს ყველა კუთხე კუნჭული, მიყვარს ქართული სუნი. აი სულ ჩემი ქვეყანა ჩემთვის ასოცირდება გაზაფხულთან. ნათია შათერიშვილი, პროფესიით იურისტი, კოლეჯ ბირისი აკადემიის დამფუძნებელი დირექტორი, ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი და დირექტორი. რიგით მეათე ღონისძიებას ატარებს დიასპორის სახლი. უმნიშვნელოვანესი პროექტია, აერთიანებს უამრავ წარმატებულ ქალბატონს და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც შესაძლებლობა იძლევა
ემიგრანტ ქალბატონებს წარმოაჩინონ თავიანთი თავი, თავიანთი საქმიანობა და ალბათ არ გამინაწყენდებიან თუ ყველა სახელით ქალბატონი. ინა საინდეს მადლობას გადაუხდი აი ამ შესაძლებლობისთვის, რასაც ის აძლევს ემიგრანტ ქალბატონებს. კეთევან შოშიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი. 10 წელიწადია ეს პროექტი არსებობს და 10 წლის განმავლობაში ჩართული ვარ ამ პროექტში როგორც მხარდამჭერი. ძალიან დიდი არის ჩემი მეგობრების წვლილი ამ პროექტის წარმოებაში და ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად ეროვნული საქმეა. ამ პროექტმა ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას გააცნო ის ხალხი, რომელიც ერისთვის, ქართველი ხალხისთვის, საქართველოს სახელით მოღვაწეობს. მე გახლავთ დეკაბარლიანი, ამჟამად ცხოვრობ და მოღვაწეობ ნიუ-იორკში, კერძოდ ბრუკლინში. დაახლოებით 12 წელიწადია რაც ამერიკაში ვარ. ვცდილობთ ყოველთვის ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ ქართველებმაც რაღაცა წარმატება, რაღაცა შეძლონ, რაღაცა თავისთავად დაინახონ. პირველი დღიდან ჩემი ოცნება არის ჩემს სამშობლოში დაბრუნება. ვცდილობ დღემდე ჩართულობა არის ჩვენი ოჯახის, ვცდილობთ ყველანაირად მაქსიმალურად, რომ ისე დაულაგდეთ, ისე დავალაგოთ ეს ყველაფერი, რომ ჩვენ სამშობლოში საბოლოოდ ჩვენ სამშობლოში დავბრუნდეთ და რაღაცა ისე გავაკეთოთ, რომ გქონდეს რა თქმა უნდა მეტწილად შეხება. არ დავტოვოთ ის რამაც რა ვთქვათ, ეხლა ქვეყანამ ბევრი რაღაცა მოგცა, ამერიკაზე მაქვს საუბარი, მაგას ვერ დავივიწყეთ, მაგრამ ჩემი სამშობლო არის ეს პირველი ყოვლისა, ეხლა რა ვიცი. ჩემ გულში 24 საათი ესე არის. დალი ხოხობაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური ლიცენზირებული გადასახადების ექსპერტი. ამერიკაში ვცხოვრობ 2007 წლიდან, ოჯახით ვარ წასული. არ არის ადვილი ამერიკაში ცხოვრება, ჯერ შენ ცხოვრებას უნდა მიხედო და ფეხზე დადგე და მერე სხვას დაეხმარო, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა ქართველს, ვინც ამჟამად ნებისმიერი სხვა ქვეყანაში არის, აქვს ძალიან დიდი სურვილი და ამბიცია იმისა, რომ რაღაცა ქართული გააკეთოს. ჩვენი ქვეყანა ყველაზე ძალიან გვიყვარს და ჩვენ ყველგან უნდა გავძლიერდეთ, ამერიკაში იქნება თუ ევროპაში იქნება და ეს გაძლიერებულები უნდა დავეხმაროთ მერე ჩვენ სახელმწიფოს, საქართველოს. პირველ რიგში მინდა მიულოთ სოციალურ თარიღია, მეათე დაჯილდოვება და ძალიან მიხარია ულოცავ ინას და ბელას, აი ამ ძალიან წარმატებულ პროექტს და მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე გელადონაძე ვართ ძალიან აქტიური მხარდამჭერები, მეგობრები და რა თქმა უნდა დიასპორის სახლის პროექტებში ხშირად ვართ მონაწილეები, ღონისძიებების და რა თქმა უნდა სიხარულით ვართ მათ გვერდზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კავშირი, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ჩართულობაც იმ ადამიანების, რომლებიც სამშობლოში ცხოვრობთ, უნდა იყოს ძალიან ხშირი და აქტიური, რადგან მათ მუდამ ჰქონდეთ კონტაქტი და მუდამ ჰქონდეთ სურვილი დაბრუნების და რა თქმა უნდა ყოველს ვუსურვებ მალე საქართველოში დაბრუნებას. ეკა მაისურაძე, ამჟამად ცხოვრობ ქალაქ ფილადელფიაში. ამერიკაში ვცხოვრობ უკვე 27 წელიწადია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამერიკაში გავატარე და ვფიქრობ, რომ ამერიკამ ყველაფერი მომცა. ის რაც ჩემს შეგნებულ ცხოვრებას შეეხება და ალბათ ჩემი სურვილების შესრულებაც ამ ქვეყანამ მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი სურვილები შემესრულებინა. მე ნამდვილად ვარ ორი ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ მაინც პირველი იქ არის, სადაც დავიბადე და მეორე ის არის, რომელიც ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან შემიყვარდა. საქართველოში მენატრება აი საქართველო, რომელიც დავტოვე და ის სიყვარული, რომელიც მე დავტოვე. გეგა კურჩიკიძე, პროექტის რეჟისორი. პირველ რიგში ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა გადაწყვიტა მე და ბაიას შეიძლება ითქვას ბავშვობის მეგობრობა. და მეორე რა თქმა უნდა, უკვე როცა ამდენი ხანია, 10 წელია უკვე პროექტში ვარ, იმ დიდ საქმეს, რასაც ეს პროექტი ემსახურება, ამ 10 წლის მანძილზე დააკავშირა აი ესე გაფანტული ქართველები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწეობენ და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევიან უცხო მიწაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ადამიანები კიდე ერთმანეთს უფრო მეტად დააკავშირა და უფრო მეტი მნიშვნელობა მისცა მათ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის გარეთ. მე მათ მინდა წარმატება უსურვო იქ, სადაც არიან და ალბათ თვითონაც დამეთანხმებიან, ეს არც პათეტიკურად გაჟღერდება, ალბათ ჩემი მხრიდან მიუხედავად ყველაფრისა, სამშობლოს ალბათ მაინც ვერაფერი ვერ შეცვლის.
წელს გაიმართა მეათე სეზონი დიასპორელების დაჯილდოების. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში დიასპორის სახლის დამფუძნებლები, ესე ვთქვათ, კომისია, რასაც ქვია თვალს ვადევნებთ ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში და იმის შემდეგ ხდება უკვე მათი წარდგენა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული ნომინანტები ყავდა წელს და თითოეულ ნომინანტს ასევე თქვენ შემოქმედებით ჩუს გადაგიხადოთ ძალიან დიდი პაპულა.